რა ვიცი, ბუნდოვნად. ჩაი გინდა მეთქი? არა. კარგია. ხო რა ვიცი, ისეთი ვერ არის დედა რო აკეთებს, მაგრამ არა უშავს. შენაც წახვედი, მაგის მე არ გავუკეთებია. კაი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ რა. მაგალითად რაზე? მაგალითად ჩენზე. მოყევი ახლა რა ხდება. არაფერი ვარ ისე ჩვეულებრივად ძველებურად. გოგა მეთქი. რა გონია რომ სამსახური დავიწყე და გიმავთ რა. ой არა, სამსახური ნამდვილად არ მგონია, მაგრამ რაღაცას რომ იმაო ზუსტად ვიცი. საიდან იცი? საყვარელი ხარ მთელი ცხოვრება, რომ გონია რომ რაღაცას გამომაყარებ. რა გინდა რა? ეხლავე მოყევი რა ხდება. დაჯიკი. აუ ისეთი ამბავია რომ ვიტკე წავიქცევი. მიდი. შეყვარებული ვარ. არა. აი მე რა მაგარია. ვინ არის ბედნიერი? არის. რა ქვია? ლილუ. სახელი ლამაზია. ისეც ლამაზია. ძალიან. იმასაც უყარ ხარ? მე მგონი კი. ანუ შტერია. ლამაზი მე შტერი. რატო გაქეგეს სახე? რა ვიცი. მეშინი. ვისი? რამე არ შემეშალოს პირველად არის. აი მე ჩემო სიყვარულ არაფერი არ შეგეშლება. თუ მოინდომებ არაფერი არ შეგეშლება. როდესაც გამაცნა? რა ხოთ როგორ მოიქცევი? მე ძალიან მიყარია. მოგძანდით. ძალიან? კი, მოდი. ვაპირებდი შენთან დარეკვას. ვიგრე ყავას დავლევ და დაველაპარაკებ, თქო თან კარგი ამბები მაქვს. უი ხო? მეც მაქვს შენთან სალაპარაკო. მოდი ჯერ მე დავიწყებ, იმიტომ რომ ერთი სულ მაქვს როდის გეტყვი, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი ხარ. კარგი, გისმენ. ესე იგი, როგორც გაირკვა, კონსტანტინე იტყუება. ჯერ სარჩელი შეტანილი არ აქვს. ბანკს აშანტაჟებს, რომ შეიტანს. ხო და მე მოვიწი ერთი უძლიერესი ადვოკატი, რომელიც ბოლო პერიოდში სულ ქალთა უფლებების კუთხით მუშაობს და პრაქტიკულად არც ერთი წაგება არ აქვს. მე რა მე ყველა ჩავრია, მთელი თბილისი, ვისაც კი ვიცნობდი, ყველას დავარეკინე და დამთავრდა. მოინცადე. რაზე დაგთავრდა, რომ ჩემი საქმეა, იყო? ბანკთან ერთად მივხედავ ამ საქმესო. ვიცი კონსტანტინე ვინც არის. აი, ჩვენც ვიცით თქო ვინც არის. არა, ნუ აღმოჩნდა, რომ შენ პირველი არ ხარ, ვისაც ისე მოექცა. ართლა? ფურა ნაგავია, აი, რა ნაგავი ადამიანი, ხო? საზიზღარი ქციაო და ყველაფერს ვიზამ, რომ ამჯერად ნამდვილად დაისაჯოსო. ნუ ჩემი ღირსების საქმეა, ესე მითხრა. ძალიან გამიხარდა რა. ყველანაირი იმედი ამოწურული მქონდა საერთოდ. ღმერთო ნეტა გამოვიდეს. დაწყალდა ენახე რა სულზობს მაგ არაკაც. შეიძლება გინდოდა რაღაცას მეუბნებოდი და არ გაცადე. ჰა? არაფრის მეც მაგ თემაზე სალაპარაკოთ მოვიდი ზუსტად. უსიტყვოდ მესმე შენ. აი მე რა გადასარევი ბიჭი ხარ, მიშარათებს გიშტები რა. აი შენი შვილი, მთელი ბავშვობა. ბოთეს და გოიმს ეძახის. კარგი რა, რატომ არის გოი? სორბონაში სწავლობს და ძალიან სიმპათიურია. მე ვერ გაიგე რომ ამ შენ ქალიშვილს არ მოსწონს სიმპათიური და განათლებული ხალხი. აი კულელი და ნარკომანი კი ბატონო. კარგი, გაიღვიძებს ახლა და გამოვარდება და აღარ შემიძლია თქვენი ჩხუბის მოსმენა. გამოვარდება და გამოვარდეს მერე. ეთყობა არ არის სახში, თორე აქამდე 9 ჯერ გამოვარდებოდა. რას ქვია სახში არ არის? მე ხომ აუგზალე მაგას
სახლიდან ფეხის გადგმა. ალბათ ძინავს, ნახავ ახლა. იმესულიკო დავიღუპეთ წავიდა. სად გავიდა? კი არ გავიდა, ტანსაცმელი ჩაალაგა და წავიდა. რა? გათიშული აქ. ეთყობა გაგვიბრაზდა და გაიქცა. კარგი ხო დაწნარდი, საწავიდო და ფული მაგას არ აქვს და არაფერი. მანქანის დასაღები კიდე ჯიბეში მაქვს. აჰა, ლიზისთან წასული ხო? მართალი ხარ? ლიზი, სოფი ვარ. ლილუ შენთან ხო არ არის? არა, არ გამოჩენილა დღეს. არ დაურეკავს. კარგი, თუ გამოჩნდა დამირეკე აუცილებლად, კარგი? არ დაურეკავს, არ გამოჩენილა. კარგი, ხო, დაწნარდი. მაგასაც ეგ უნდა რომ გვანერიულოს. აუ, კარგი რა ზორიკო. ანა, ბავშვის სარეცხის ფხვნილის ყიდვა ისევ დაგავიწყდა. ჩავაღდა ვიყიდი ახლა. არასად უნდა წახვიდე ამ შოაღამისას ხო მე თვითონ ვიყიდი. დედა მითხარი ის იყიდვა გინდა და მე თვითონ ვიყიდი ყველაფერს და ამო. ჩემი რაღაცეები მაქვს საყიდელი მე ჩავალ. კაი. დავწვევ მაშინ მე ცოტა ხანში. რა მითხარი? დავწვევი მე ცოტა ხანში თქო. კარგი ანა რა. მთელი დღე ჩუმად ზიხარ და ხე იძინებ 11 საათზე? რავია, ბოდიში რა ძალიან დავიღალე მართლა. აბა დაფიქრდი, ბოლოს რამდენჯერ მოახერხე ჩემი მოტყუება. კეთი რა გინდა? ანა, რატომ ხარ გაბრაზებული? მეძინება მეთქი უბრალოდ. ანა, კარგი. გაბრაზებული ვარ. არა? ეგრეც ვიცოდი რა, ეგრეც ვიცოდი რომ ის ვერ მოითმენ და მოგიშლიდა ნერვებს და ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა რა. ვაი, მე კეთი შეგიძლია რომ ყველაფერი კერესას არ დააბრალო? რა შუაშია რა? საერთოდ არ შუაში არ არის. აბა ვინ არის შუაში? კობა. აი მე დედა. კობამ გაგაბრაზა შენ? ხო. კობამ და კეთიმ. დედა ერთად არიან. წარმოგიდგენია კობა და კეთი. კეთიმ გითხრა. არა. მე თვითონ დავინახე ჩემს სამსახურთან. მანქანაში ისხდნენ კობა მიუტანა ყვავილები და ესე ძალიან გაღიმებული იყო შესციცნებდნენ ერთმანეთს თვალებში ისეთი გულისამრავი იყო რომ აი ვერ აკიხსნი რა. რა მოხდა მე? ორი თავისუფალი ადამიანი ერთმანეთს შეხვდა. შენ რა მართლა მეუბნები ახლა მაგას? აბსოლუტურად სერიოზულად შენ არ ამბობდი კობა ძალიან დათრგუნულიაო და ეხლა გაღიმებული ნახე და გაბრაზდი? ახლა შენ რა მართლა ვერ ხვდები კეთი ხა რაზე მეშლება ნერვები? მე კი ხვდები, მაგრამ არ მესმის. რა არ გესმის დედა, 7 თვის წინ გარდაიცვალა მარი და 7 თვის მერე კობა ხვდება მისი ბავშვების მეგობარს და ნორმალური გონია ეხლა ეს არ გადამრიო. მოდი ვთქვათ ანა, რომ კეთი და მარი უკვე დიდი ხანია აღარ მეგობრობენ. მერე? და მერე 7 თვე, 2 წელი, 3 წელი რან დრო უნდა გავიდეს, რომ რამდენი უნდა იტანჯოს კობა, რა შენ გულზე მოგეშვას. კაი რა კეთი რა. და მე მინდა რომ კობა მიტანჯოს, შენი აზრით? რა ვიცი, გაღიმებული რომ ნახე, გეწყინად. დედა, მე ეგ კი არ მწყინს. მე ის მწყინს, რომ ესე მალე მოინელა მარიამი უბრალოდ. დედიკო, ამის მონელება შეუძლებელია. და რახან კობა მარისთან ერთად არ მოკვდა, ამიტომ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე კაცია. გავიგე. და ძალიან მიხარია, მაგრამ 7 თვეა დედა გასული, 7 თვე. კაი რა. კიდევ ერთხელ გეკითხები, რამდენი წელი უნდა გავიდეს? 2, 3, 4, როდიდან შეუძლია კობას თავის თავზე იფიქროს? რა, ეხლავე შეუძლია თავის თავზე იფიქროს და თავი დამანებე ეხლა, ძალიან ნერვები მეშლება. რა თქმა უნდა, სიმართლის მოსმენა არავის არ სიამოვნებდა. დაურებს არასდროს.